მესამე პუნქტი, რომელიც შეგვიძლია გამოვყოთ, ეს არის დომინანტი ფორმები. დომინანტი ფორმები, რომლითაც გამოვარჩევთ ამა თუ იმ მიმდინარეობას. ესე იგი, თითოეული ლიტერატურული მიმდინარეობა ყოველთვის პრივილეგიას ანიჭებს ამა თუ იმ ლიტერატურულ ჟანრს. ანუ სხვადასხვა მიმდინარეობის პერიოდში ვითარდება სხვადასხვა ლიტერატურული ჟანრი. ვთქვათ, უფრო ნათელი რომ გახდეს ეს მოსაზრება, ვთქვათ, კლასიციზმის პერიოდში განვითარდება ყველაზე უფრო, ასე ვთქვათ, ყველაზე მეტად განვითარდება ტრაგედიის ჟანრი. ვთქვათ, რომ მოვიყვანოთ განმანათლებლობის პერიოდი, ვთქვათ, განმანათლებლები უფრო მეტად არგუმენტაციული პროზის, ასე ვთქვათ, ყველა შესაძლებლობას იკვლევენ და ამ პერიოდში განვითარდება ესე, განვითარდება დიალოგი და განვითარდება აგრეთვე ჟანრი, რომელსაც ეწოდება ფილოსოფიური ზღაპარი. და ვთქვათ, რომანტიზმთან მიმართებაში შეგვეძლია ვთქვათ, რომ ლირიკული ჟანრი განვითარდება, პოეზია და მეორე ეს იქნება დრამა, რასაც რომანტიზმი, რის განვითარებასაც რომანტიზმი შეუწყობს ხელს. ხოლო რეალიზმი და ნატურალიზმი მაგალითად უფრო მეტად ნარატიული ჟანრების განვითარებას შეუწყობენ ხელს. შეგვიძლია დავასახელოთ ბალზაკი, ზოლა და მოპასანი. სიმბოლიზმი პირიქით მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში პირველ პლანზე წამოწევს პოეზიას. ანუ პირველ რიგში ისევე როგორც ვთქვათ, ეს რომანტიზმის დროს ხდება, სიმბოლიზმიც პრივილეგიას ანიჭებს პოეზიას. კიდევ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მეოთხე პუნქტი და ეს პუნქტი არის სახელწოდება. ლიტერატურული მიმდინარეობა ხშირ შემთხვევაში სახელწოდებას იღებს არა თავის ეპოქაში, თავისი განვითარების პერიოდში, არამედ შესაძლოა არის, რომ მან ეს სახელწოდება მიიღოს ბევრად უფრო გვიან, ანუ პოსტფაქტუმ. ტერმინი კლასიციზმი მაგალითად ჩნდება 1820 წელს და მას იყენებენ რომანტიზმის მოწინააღმდეგეები და ფაქტიურად ეს უკვე მაშინ, როდესაც 1820 წელი, ანუ ეს უკვე მაშინ, როდესაც კლასიციზმი უკვე დიდი ხანია, რაც ფაქტიურად საუკუნეზე მეტია, რაც დამთავრებულია. და მაგალითად რა შეგვიძლია ვთქვათ ტერმინთან რეალიზმთან დაკავშირებით, რეალიზმი ჩნდება იმისთვის, რომ აღნიშნოს ლიტერატურული პროექტი დაახლოებით 1850 წლისთვის, სწორედ იმ მომენტისთვის, როდესაც გარდაიცვლება ბალზაკი. რაც შეეხება ნატურალისტებს და სიურრეალისტებს, ნატურალისტებმა და სიურრეალისტებმა მათ თვითონ დააზუსტეს ტერმინი, რომელსაც, ანუ ამ მიმდინარეობის ტერმინი, ანუ ეს ტერმინი თვითონვე შეემუშავეს. თუმცა, რაც შეეხება ზოგადად ამ სახელწოდებებს, დღესდღეობით შეიძლება, რომ ამ სახელწოდებებმა უფრო ფართო მნიშვნელობაც კი შეიძინონ, ვიდრე კონკრეტულად მიმდინარეობის დასახელებას გააჩნია. ანუ ფაქტიურად შესაძლებელი არის, რომ ეს სახელწოდება აღნიშნავდეს არა მხოლოდ იმ ისტორიულად ლიმიტირებული პერიოდის, ვთქვათ, ტემპერამენტს ან სტილს, არამედ შესაძლებელი არის, რომ ის აღნიშნავდეს ზოგადად ტემპერამენტს. და ახლა ვნახავთ, რაზე არის საუბარი. აი ვთქვათ, ბაროკო შეიძლება აღნიშნავდეს არა მხოლოდ ბაროკოს პერიოდის ნაწარმოებს, ანუ ბაროკოს მიმდინარეობის ნაწარმოებს, ანუ შეიძლება მან აღნიშნოს ისეთი ტიპის ნაწარმოები, რომელსაც ახასიათებს, ვთქვათ, ზედმეტი სიჭარბე, გადამეტებულობა,
სტილის, ასე ვთქვათ, შერეული სტილი და ასე შემდეგ. ანუ ის უფრო ფართო მნიშვნელობას იღებს დღესდღეობით ეს ტერმინი. იგივე შეიძლება ითქვას, ვთქვათ, ტერმინზე კლასიკური, რომელიც შეიძლება აღნიშნავდეს არა მხოლოდ კლასიცისტური პერიოდის, ანუ მე-17 საუკუნის ნაწარმოებს, არამედ ის კლასიკურით ჩვენ შეიძლება ვუწოდოთ ნაწარმოებს, რომელიც ფაქტიურად შედევრად იქცა, ან კიდევ არის ესეთი მკაცრი ტექსტი, ანუ მკაცრი სტილით აგებული ტექსტი. იგივე შეიძლება ითქვას, ვთქვათ, რომანტიკულთან დაკავშირებით, რომელიც აღნიშნავს არა მხოლოდ რომანტიზმის პერიოდის ნაწარმოებს, არამედ ზოგადად ნაწარმოები, რომელიც ხასიათდება, ასე ვთქვათ, გრძნობების ლირიული ექსალტაციით. ეხლა ჩვენ ვნახავთ მიმდინარეობებს, რა შეგვიძლია ვთქვათ, მიმდინარეობებზე ისტორიული თვალსაზრისით. ისტორიული თვალსაზრისით შეგვიძლია პირველ რიგში გამოვყოთ მიმდინარეობების თანმიმდევრულობა. ეხლა რას ნიშნავს მიმდინარეობების თანმიმდევრულობა? ანუ მნიშვნელოვანი ლიტერატურული თუ კულტურული მიმდინარეობა დროის, ასე ვთქვათ, სივრცეში ერთი მეორეს მიყვება იმ პერიოდების მიხედვით, რომლებიც შეგვიძლია რომ, ასე ვთქვათ, დავადგინოთ შემდეგი ჩარჩოების მიხედვით. ანუ ფაქტიურად ლიტერატურული მიმდინარეობები ერთი მეორეს მიყვებიან დროში. თუმცა ნახავთ, რომ ეს ყოველთვის ასე არ ხდება. ეხლა მაგალითად ჰუმანიზმი საფრანგეთში მე-16 საუკუნეში გავრცელდა. მე-16 საუკუნეში გავრცელდა, ეს არის 1520-1570 წლები. ბაროკო 1570-1650 წლებში, ამას მოსდევს კლასიციზმი, იმიტომ რომ კლასიციზმი ბაროკოს საპირისპიროდ წარმოიქმნა და 1650 წლიდან დაახლოებით 1700 წლებამდე გრძელდება. ისევ და ისევ ვიმეორებ, რომ ის დაყოფა მით უმეტეს ასეთი დიდი სიზუსტით, თარიღების ასეთი დიდი სიზუსტით, ესეც არის პირობითი და შესაბამისად, თქვათ, ამის შესახებას, დათარიღების შესახებას, თქვათ, შესაძლოა, რომ ლიტერატურის სხვადასხვა კრიტიკოს თუ თეორეტიკოს სხვადასხვა მოსაზრება გააჩნდეს. ანუ აქ უბრალოდ ჩვენ ვხედავთ, რომ დაახლოებითი თანმიმდევრულობა არსებობს ამ მიმდინარეობებს შორის. ანუ შემდეგ განმანათლებლობა უკვე 1760 წლებს მოიცავს, ანუ ფაქტიურად მთელ მე-18 საუკუნეზე ვრცელდება და ამიტომაც უწოდებენ ამ საუკუნეს მე-18 საუკუნეს განმანათლებლობის ეპოქას. რომანტიზმთან მიმართებაში ეს არის დაახლოებით 1820-1850 წლები. თუმცა პრერომანტიზმის პერიოდია ფაქტიურად 1800 წლიდან 1820 წლებამდე პერიოდი და რეალიზმი და ნატურალიზმი ვითარდება 1830-დან 1890 წლებამდე. სიურეალიზმი 1920-დან 1900 დაახლოებით ისევ 1940 წლებამდე და რომელიც შესაბამისად სიურეალიზმი მოყვება დადაიზმს, რომელიც 1916 წელს წარმოიშვება. ეხლა ისევ და ისევ ვიტყოდით, რომ ეს დაყოფა არის პირობითი და შესაძლოა არის, რომ ლიტერატურული მიმდინარეობა ჯერ ერთი რომ ქვეყნის და მიხედვით სხვადასხვა ეპოქაში და სხვადასხვა პერიოდში განვითარდეს, როგორც ვთქვათ, მაგალითად ვიცით, რომ ჰუმანიზმის პერიოდი იტალიაში დაიწყო უკვე მე-13 საუკუნიდან, როდესაც საფრანგეთში ის ვითარდება მე-16 საუკუნეში, ანუ ის ერთის მხრივ თანმიმდევრულად კი ვითარდება, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანას შესაძლოა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდი მოიცვას
და შესაბამისად შეიძლება მოხდეს ისე რომ სხვადასხვა მიმდინარეობა, ორი ვთქვათ, სხვადასხვა მიმდინარეობა თან არსებობდეს. ერთი და იგივე პერიოდში არსებობდეს. და ისევ და ისევ ამასთან დაკავშირებით ვიტყოდით, რომ ეს გადასვლა ერთი მიმდინარეობიდან მეორეზე არასოდეს არ ხდება უეცრად და ვთქვათ მკვეთრად. ყოველთვის არსებობს პერიოდი, როდესაც ვთქვათ ერთი მიმდინარეობა ასე ვთქვათ ჯერ კიდევ არსებობს, სანამ მას ჩაანაცვლებს მეორე მიმდინარეობა. თუმცა არსებობს ისეთი მოვლენა, როდესაც ვთქვათ მიმდინარეობა მკვეთრად იმკვიდრებს თავს და მკვეთრად აცხადებს თავის პროგრამას და უნდა ასე ვთქვათ, რომ შემოიჭრას და დაანგრიოს წინა ტრადიციები. და ისევ კიდევ ერთს ვიტყოდით, რომ ეს მიმდინარეობები, მაგალითად როგორც ხდება კლასიციზმთან და ბაროკოსთან მიმართებაში, ვთქვათ, საფრანგეთში კლასიციზმი ვითარდება ბაროკოს შემდეგ და ბაროკოს საწინააღმდეგოდ, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ იტალიაში პირიქით მოხდება, ჯერ კლასიციზმის პერიოდი იქნება და მას მოყვება ბაროკო. ისევ და ისევ ეს დაყოფა საკმაოდ პრობლემატურია და არც ისეთი მარტივი. ეხლა მიმდინარეობათა ურთიერთ დაპირისპირებას გამოვყოფთ ჩვენ კიდევ და ფაქტიურად ამასთან დაკავშირებით ვიტყოდით, რომ მიმდინარეობების ლიტერატურული მიმდინარეობების ისტორია შედგება მძაფრი კონფლიქტებისგან და ასე ვთქვათ შინაგანი დაპირისპირებებისგან. თითოეულმა ახალმა ესთეტიკა იმისთვის, რომ თავი დაიმკვიდროს, ამისთვის აუცილებელი არის, რომ თავის განსხვავებულობას უნდა გაუსვას ხაზი. რამაც შესაბამისად, რომ გამოიწვიოს კონფლიქტი და საკმაოდ ძლიერი დაპირისპირება არსებულ მიმდინარეობასთან. მაგალითად, როგორც უკვე ვთქვით, კლასიციზმი თავს იმკვიდრებს როგორც ბუნებრიობის და ჰარმონიულობის სკოლა, დახვეწილი გემოვნების სკოლა ბაროკოსთან მიმართებაში, უბრალოდ ბაროკოსთან საწინააღმდეგოდ, რომელიც პირიქით ექსპანსიურია და გადატვირთული. რომანტიზმი დაუპირისპირდება გამეფებულ, ასე ვთქვათ, უფრო კლასიკურ პრინციპებს და თავისუფლებას და წარმოსახვას დაუპირისპირებს არსებულ ტრადიციულ პრინციპებს. რეალიზმი გულისხმობს, რომ მან უნდა აჩვენოს რეალურად არსებული სამყარო და არა წარმოსახვითი სამყარო, ასე ვთქვათ, სამყარო, რომელიც ყველანაირი რომანტიკული, იდეალისტური შელამაზებისგან იქნება დაცლილი. რეალიზმი, რომელიც განვითარდება რომანტიზმის საპირისპიროდ. და ამავდროულად ის ავტორები, რომლებიც რეალიზმის მიმდინარეობის დამაარსებლად ითვლებიან, ვთქვათ, სტენდალი და ბალზაკი, თვითონ იყვნენ რომანტიზმის მიმდევრები 1830-იან წლებში. შესაძლოა ისეთი ფაქტიც მოხდეს, რომ ავტორი რაღაც პერიოდში იყოს წინა ტრადიციული მიმდინარეობის, წინა ტრადიციის ესთეტიკის მატარებელი და შემდეგ, ვთქვათ, ის შეუერთდეს აგრეთვე ახალ მიმდინარეობას და მიიღოს მასში აქტიური მონაწილეობა. ეხლა რაც შეეხება, ვთქვათ,